რა რო გამოგხევით просто არაჭა დაბამინდა ხალხო რაც საწამომიყვანეთ აუ კაი რა ხუთ არა შენ просто არ იცი რეები შეუძლია რა მე დაქორწინება მიწინას წარმეთყოლა და მაგარი იუთუბერთან კონტრაქტი რომელიც მეორე დღესვე ამიხდა და შენ ეგ იუთუბერთან და ის რო აქიხდა ფილში ცხოვრება გამოფენილი სოციალურ ქსელებში რო იცოდე რა და რო დაქორწინდი და ვიღაცამ რო აღმოჩინა და თან არხმა რო გიპოვა ეს შენი სოციალური ქსელის პრალია ჩვეულებრივი მოვლენების ლოგიკაა კაი მომის ვინ ერთი წამე მე რო სამსახური შანამიწნას ამეთქვა შენ ბიჭო იმავე დღეს რომ დამირეკეს მაგ просто არა სიცოცხლის გესმის რა სატაკირეკეს ბიჭო მე კაკიკეთე 620 კომპანიასთან დაგაგზავნე კაი დაკირეკეს შენ მოგვიყვანი რა შედი ხა მიდი და შედი ვაშა, შენ ჩემთან მოსვლა არ გინდოდა? ეს თუ ვენ გეკნებათ ეხა ნათქვა მომიცი რა. დიდო სულთან ხუთავო მაჯლაჯუნებო მე არაფრის ღირსი არა ნატა შენ ძალიან დიდ ემოციურ ფაზაში იმყოფ ხმერთოს მაჯლაჯუნებო კბილო მაჯლაჯუნებო კოკა მე ვხედავ რომ შენ განსაკუთრებით ენდობი იმ ხალხს ვისაც აცვია შავი სამოსი რა სიძახი ეს რანაირად შავი სამოსი წარწერით რა სიძახი ძმაო რანაირად გამოიცნო ყორღატო ვინც ატარებს მუქი ფერის სამოსს შენ მის მიმართ გაქვს განსაკუთრებული მიზიდულობა ოშიკო მე ვხედავ რომ შენ ძალიან დიდი იმედგაცრუება გაქვს მაგრამ ვგრძნობ რომ მოხდება რაღაც დიდი გრანდიოზული აი ეს იყო იმის ნიშანი რომ რაღაცა დასპონსორებულია ისეთი სიძლიერით რომ ამ ყველაფერს უყურებს 100,000 თვალზე მეტ. 100 სულელებს ნახოთ. შენ დიდი წარმატება გელოდება. რაც დასპონსორებული და რაც გადაჭერდი, რა მოსარდო არის, მაგორას ლამ მოჭვა უკამიცოდ. ხო ეხა რაღაცეები გამოიცნო რა დიდი ამბავი ერთი რა ის რომ იცოდა მსახიობი რომ ხარ აუ მოიყვანა ეხა ამანას არგუმენტი კაი რა ნატა რა მთელმა საქართველოს მიწის ეგერთი რა და მაგაზე რა სიტყვი ერთი აიტიშნიკი რო ხარ ეგ რო გამოიცნო კოკა აი რა ეპოქაში ცხოვრობ არ იცი აი შენზე რომ მომინდეს მაო ისე ჩქარა მოვიძიებ ინფორმაციას აი თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ რა ოი და რაღაც დასპონსორებულიო ეს რას ნიშნავს მე რა ვიცი ეგ არ ვიცი აუ ბიჭო
შენ ხო სპონსორი არ გყავს? ეგ შეიძლება ნიშნავდეს სპონსორს. და მომავალში გეყოლება რა. სპონსორი. იცი რა, ეგ მართლა მომავალია, არა, ეგ მართლა მომავალია, მაგრამ აი რა, მე პირადად მაგის იმედი აი სრულიად ამოწურული. გისმენთ? გამარჯობა ბატონო ლაშა. მე გიკავშირდებით კომპანია ცენზურადან და თქვენთან კონტრაქტის გაფორმება გსურს. მე ვხედავდით მოლაპარაკებას. უკაცრავად ეს ნომერი ვინ მოგცემ თქვენ? რაღაცა პრინტი მოგეჭო. რაღაც პრინტია ხო ეს? არა, როგორ გეკადრებათ. ცოტა დაძაბულობას. შემთხვევით აღმოვაჩინეთ თქვენი კონტრაქტი და ძალიან მოგვეწონა. თითქოს რაღაც ძალამგვიბიც გამშემოთავაზებაზე. სპონსორმა დარეკ. რა? და წარმატებას. ამბობდი. ოკეი, ანუ ეხლა რა ჯანდაბა მოხდა მაგრამ. აი ახლა უკვე სახელსაც ხედავ. არხი კომპასის წარმოდგენის სპონსორია